ქმნიან თუ არა საცობს ქალაქში დღის მანძილზე მოძრავი დისტრიბუციის და ნაგვის მანქანები. დავით ნარმანია წინასაარჩევნოდ ამ ტიპის ტრანსპორტისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე საუბრობდა. რა რეგულაციები ამოქმედება უახლოეს მომავალში თბილისის მერიაში დაგეგმილ შეხვედრაზე გადაწყდება. მანამდე ჩვენ სიუჟეტში ნახეთ რა პრეტენზიები აქვს დედაქალაქის მოსახლეობას. სხვადასხვა ტიპის სადისტრიბუციო მანქანები თბილისის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში მოძრაობენ. ქალაქში ხშირად შეხვდებით საცობში მდგომ ნაგვის მანქანებსაც. დავით ნარმანია ამ ტიპის ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვაზე ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ საუბრობდა. დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა შეიზღუდოს დასუფთავების, ნაგვის მანქანების და სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა. მათ უნდა მიეცეთ კონკრეტულად განსაზღვრული დრო დილის 8 საათამდე, იმისათვის რომ ის რაც გასატანია გაიტანონ, ის რაც მოსატანია სავაჭრო ცენტრებში მოიტანონ. თუმცა შეზღუდვების დაწესების საკითხზე თბილისის მერიაში ამ დრომდე არ უმსჯელიათ. ქრონიკის შეკითხვაზე თბილისის მერი პასუხობს, რომ საკითხის განხილვა უახლოეს მომავალში იგეგმება. იქნება კონკრეტულად მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით და რამდენად შესაძლებელია სქემების სხვანაირად გადალაგება. მე დღესაც იგივე აზრზე ვრჩები, რომ განსაკუთრებით პიკის საათების პირობებში, ანუ დილის საათებში და საღამოს საათებში ვიწრო ქუჩებში შეიზღუდოს დასუფთავების მანქანების მოძრაობა. მოსახლეობის აზრით მერიამ ეს პრობლემა დროულად უნდა გადაწყვიტოს. მძღოლები მიიჩნევენ, რომ სადისტრიბუციო და ნაგვის მანქანებისგან თბილისის განტვირთვა ქალაქში გადაადგილებას გაამარტივებს. დისტრიბუციიდან ნაგვის მანქანები ჩემი აზრით საღამოობიდან დილით ადრე უნდა მოძრაობდეს, იმიტომ რომ ჩემი აზრით საცობს ქმნიან. სოფლის ნებისმიერ ქალაქში ან დილა უთენიადადიან, ან ღამე. ნამდვილად არ უნდა მოძრაობდეს. უნდა ღამის საათებში, რომ საცობი არ შექოს. დაესწრებიან თუ არა სადისტრიბუციო კომპანიები მერიაში დაგეგმილ შეხვედრას ჯერჯერობით უცნობია.